დღეს ჩვენ გავტესტავთ TikTok-ის ყველაზე განსხვავებულ live hack-ებს. ზოგს ჰქონდა 100,000 ნახვა, ზოგს ჰქონდა მილიონი ლაიქის კი. მოკლედ და მარტივად რომ გითხრათ. ჩვენ ავარჩიეთ ყველაზე საინტერესო live hack-ები და დღეს ჩვენ მათ გავტესტავთ. რომელიც არ მოგვეწონება, დავაჭერთ აი ამ ღილაკს. მოკლედ, პირველი ჩვენი TikTok live hack-ი არის აი ესეთი. Apparemment, il serait possible de pouvoir faire des petites classes. Rien qu'avec un jeu et un petit. მოკლედ, ამ ტიპმა გაჩვენა როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში გავაკეთოთ ნაყინი. ერთი წვენი დაგჭირდება, აქ უნდა გავაკეთოთ ნახრეტი და შევტენოთ აი ეს ხე შიგნით. და ეს გავუშვათ მაცივარში არ და საყინულეში. ამას მოვაზრობ. ხელი რო არ გავიჭრე, ძალიან ფრთხილად უნდა გავაკეთო ეს. აჰა, ეგ არის. მოკლედ, აქ გავაკეთეთ ნახრეტი. ახლა აქ უნდა შევტენოთ ჯოხი. და აი ესე დავტოვოთ. ამის სახელი გავიჭერე. მოკლედ, ჩვენ გავაკეთეთ ეს ორი ცალი რაღაცა რა. ამას ახლა ჩვენ ჩავდებთ საყინულეში. ჩემი აზრი ის არის, რომ უნდა გამოვიდეს რაღაცა ტკბილი ყინული, რომლის ჭამაც, ანუ ჭამა რა, აი, წუწუნა. იქნება რთული, თუ რა იქნება იმენა ყინული. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ TikTok live hack-ზე. There's actually two linings in here. There's a white lining and a silver lining in here. And then when you open up the silver lining, there should be a little knife to open. ჩვენ ეს რო არ გაგვეტესტა და არ გვენახა, შანსი არ იყო. მოკლედ, ჩვენ ვიყიდეთ ნუთელა და შიგნით როგორც ამ ბიჭმა აჩვენა, არის პლასმასის დანა. მოკლედ, ძალიან ეჭვმებარება ძმებო, ძალიან, მაგრამ უნდა ვცადოთ, ნახოთ. არ მგონია. აჰა. შემთხვევით მოაზრე კიდეს. ანუ შემთხვევით მოაზრე ვაფშე ყველაფერი არაფერი არ არის ვაფშე. საერთო ჯამში აქ არ არის რა თქმა უნდა არანაირი დანა. ყუილია რა, ფეიქია ბრატ, ფეიქი მოგვატყუეს. ყუილია ბრატ. გადავიდეთ შემდეგ TikTok-ს. ტიპმა რა გააკეთა ახლა ფანტაზი ჩაასხა, ჩაუბრუნდი წებო. ან ჭღრია ესე კარგად საკაიფოთ და გამოდის რაღაცა ტყლარწი. მადლობა. უღრმესი მადლობა. მოხსნა და თავარი ხელზე არ დავისხა ახლა წებო, თორე დაგვირხა იგივე. უშენი, ვა, ხელი წებოში ჩავყავი. ეგ არის, ჩადის ბიჭო. ახლა უნდა აურიოთ. ბოდიში. ჩავასხათ უფრო მეტი წებო და მე ავანჯერებთ. აჰა, ეგ არის, წავიდა. ძალიან ბევრს ვასხამ ცვეთში. საწამლოებას გავს რაღაცა ტოქსიკურ რაღაცა. დაჟე აქ ჩანს კიდეც ხალხმა შეხედეთ რამდენი წებო მაქვს ჩასხმული. სულ ზემოთ ნაწილი ეს სულ გათეთრებული რა. მიდი. კლარზე მინდა. სათამაშოდ მინდა. კლარს არ გავს, მაგრამ ნახოთ აგერ. შენ სუწებოიანი ფანტა არის რა. სულ ჩოლბრი ფანტა არის. აი არ არის არანაირ კლარს. ხა დავაგებო. არა რა დავაგემო მადლობა არ მინდა არ მუშაობს რა გადავიდეთ შემდეგს With an orange, blow up a balloon and carefully cut off a piece of orange peel. Squeeze the peel onto the balloon and watch. Orange peels contain an oil called ეს უეჭველი უნდა გავტესტოთ. თუ შეიძლება შემომიტანეთ რა გააკეთა ახლა ამ ქალმა რა. გაბერა ბუშტი, დადო ბუშტი და ფორთოხლის წვენის მეშვეობით, ანუ უბრალოდ ფორთოხლის წვენი დაასხა ამ ბუშტს და ბუშტი აფეთქდა. დავაშვებერეთ. ბუშტი გვაქვს, მეგონი გავწიხდი კიდე ეს ბიჭო ძალიან სუდად ჩავისუნთქე და მოვისუნთქე რა. ხლა ჩუაზეც არ გავჭრი, პროსტა აი თავს მოვაძრო. ის არ მოვაჭრი და გადავაგდებ ხევში. რავი, ნახოთ. მიდი გეხოცები. უნდა აფეთქდე ოღონდ ჩემს სახესთან ახლოს არა. არ ფეთქდება. Well, no fucking shit. ესეც ფეიქი აღმოჩნდა რა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გამოგვივიდა და გამოდის, რომ ფეიქია რა. გადავიდეთ შემდეგზე რა. შანსია. დიდი მადლობა. გვაქვს წყალი, ზუსტად მსგავსი ჭიქა არის მიახლოებით რაც ვიდეოში. როდესაც ამ ორ ელემენტს დავადებთ ჭიქას, წესით უნდა მოხდეს წყლის ტორნადო. კაი, აბა. მომენტი X. მიდი.
დავაი აბაწევით, წავედით. მიდი, ნელა. არ მუშაობს, რა თქმა უნდა. არ არის ეს ლაიფჰაკი. ეს არის დაბოლება, ფეიკი. არ მომწონს. შემდეგი. Hola a todos, hoy vamos a hacer nieve. Hola. Cuidado, cortamos el pañal. Ponemos el relleno en un recipiente vacío. Por el polvo que le damos un par de minutos y agregamos. მოკლედ, აი ეს ძალიან საინტერესო სოთაშორის. Google გვაჩვენებს თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში ხელოვნური თოვლები. პამპერსის დახმარებით. შემოიტანეთ თუ შეიძლება ჩემი პამპერსები. მოკლედ, ჩვენ გვაქვს აქ ერთი პამპერსი. ერთი კაცური პამპერსი. ახლა რა შეა საქმე? წესით ამ პამპერსში ახლა შიგნით არის რაღაცა ბამბა. ეს ბამბა უნდა ჩავაგდოთ ჯამში, შევურიოთ წყალთან, ხდება რაღაცა ეფექტი, რაღაცა რეაქცია და ეს ამ რეაქციის მეშვეობით გამოდის რაღაცა მასა, რომელიც ძალიან გავს თოვლს. ხო, ანუ აქ არის რაღაცა ბამბა, ხალხო, აი იმენა არის რაღაც ბამბა. ხო და აი ეს ბამბა ახლა ჯამში გადავიტანოთ რა. ძალიან ბევრიც არ არის რა, ანუ ეს ნაკურწებად თუ იმას ვქენი. ახლა უნდა ჩავასხათ წყალი და წესით უნდა მივიღოთ თბილი თოვლი. იმიტომ რომ ცივი ვერ იქნება რა თქმა უნდა. ბევრი არ მომივიდეს, აბა. ვიცა. მიდი. ბიჭო, გავკეშდები მალე რა. ბიჭო, ძალიან რთულია დაარქვა ამას თოვლი რა, მაგრამ რაღაცა შეიძლება, გუნდა საიწყობა ცოტა შორის. ხო რა, ცოტა თოვლს გავს ეს წყლის გარეშე. მაგრამ აი მშრალ იმას გავს რა. რავი, ამას თქვენ თუ თოვლს ეძახით, მაშინ თოვლი გვაქვს. ისეთი თოვლია, რომ რა ვიცი, აბა, თოვლჭყაპია რა, გუნდა არ კეთდება არაფერი. რა ვიცი. ტყუილი, ბრატ. ფეიკი. გადავიდეთ შემდეგზე. მოკლედ, აქ პრინციპში უკვე გასაგებია რასაც აკეთებს. ჩვენ დაგჭირდება ფეირი, დაგჭირდება დაჭრილი ბოთლი, ანუ ბოთლის თავი, რა თქმა უნდა დაგჭირდება რეზინა, დაგჭირდება სველი სალფეტკი, დაგჭირდება წყალი და დაგჭირდება თეფში. ეს სველი სალფეტკი ცოტა უნდა გავწელოთ. აი ცოტა ესე მოვწელოთ და ამას ესე უნდა გადავატოთ. ეს დავაფიქსირებ რეზინით. ესე გამოვიდა, ახლა ამას უბრალოდ მოვჭრი, იმიტომ რომ არ გვჭირდება ნამდვილად. აჰა, ეგ არის. ჩვენ უნდა აქ ცოტა წყალი დავასხათ. და ამას მივცეთ ფეირი. ცოტა ბევრი კი მოგვიდა, მაგრამ არ უშავს. ამ ყველაფერს ახლა გავურევთ. აი, მე მგონი საკმარისია რა. ჩავაყუდებ ამას აქ და უნდა შევბერო. აი, შენ ბიჭო, ხო არ გადაო, მოიცა. აი ამას ქვია ძმაო ლაიფჰაკი, სათამაშო ვიპოვე. რავი, მე ძალიან მომეწონა, მოკლედ. 10-დან 10 ძმაო ლაიფჰაკს, ანუ გასართობა ძალიან კაი რაღაცაა ბავშვისთვის განსაკუთრებით. მე ახლა კი ვარ 21 წლის მოტრუკი, მაგრამ მაინც გავერთიანა და ბავშვისთვის მით უმეტეს გასართობი იქნება. ჩვენ კი გადავდივართ შემდეგზე. ამ გოგომ გვაჩვენა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სახლის პირობებში დროებითი დატო. ამისათვის დაგჭირდება სუნამო, ასევე დაგჭირდება წყალი, დაგჭირდება რა თქმა უნდა ჩვეულებრივი რაღაცა ვარდებია რა და დაგჭირდება რა თქმა უნდა პირსახოცი. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? მოდით ახლა ავარჩიოთ ერთ-ერთი ზომა, რომელიც მე მინდა ხელზე დავიდო. მოდი ეს პირველივე იყოს, ეს ზომა მომწონს რა. ეგ არის. ახლა აი ეს სუნამო უნდა დავასხათ თვითონ ამ ნახატს. უნდა დავასხათ აქ წყალი თეფშზე. ჩავაყუდოთ წყალში ეს ნახატი. ეგ არის. ხელზეც უნდა დავისხათ სუნამო. всё. всё. დავიდე ხელზე. ახლა რა თქვი უნდა პირსახოცი? პირსახოცით ნელა ესე უნდა გავაკეთო. აი ესე. всё, ეგ არის. ახლა არის 22 წუთი, დაახლოებით 27 წუთზე ამას მოხსნი და წესით უნდა გქონდეს ლამაზი ვარდები ხელზე რა. A few moments later. მოკლედ, მეგობრებო, დაახლოებით 5 წუთზე ოდნავ მეტიც კი გავიდა. დრო მოვიდა, ავაძროთ და ვნახოთ შედეგი. ნახოთ არ გამოვიდა. ეს არის ტყუილი, ფეიქია ძმებო.
შემდეგს გადავიდეთ. სისულელე. ჩვენ გვაქვს აქ ბანანები. ბანანა. გჭირდება 2 ცალი. ამ ორს შორის, ანუ აი აქ ჭრა უნდა გავაკეთო, აქაც ჭრა უნდა გავაკეთო. რას ვაკეთებ? 21 წლის ვარ. ლარიანი შევტენე აქ, დავაკავშირო ახლა ამით ერთმანეთი. ლარიანით არის დაკავშირებული 2 ბანანი. ბანანის აი ნაწილს შევერთა, ახლა თქვილად გავაფუჭებ ჩემს დამტენს. გავაფუჭებ რა, დავაბინძურებ რა. შევაერთოთ, მოდი აი ესე შევაერთოთ. დავაი, დავიწყეთ. არ გამოდის, არ გამოვიდა, ფეიქია, ნუ ისედაც ყოველსათვის გასაგები იყო, მაგრამ მაინც ვცადეთ. ყუილი ძმაო, სისულელე, აბსურდი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ბოლო ლაიფჰაკი არის გაყინული წვენი. მან საქმე ახლა რაშია, ბოლომდე მე მგონი მთლად არ გაყინულა რა. მაგრამ მაინც შევძლებთ გასინჯოს, ანუ არაფერს არ გვიშლის ხელს, ეს არანაირად რა. ახლა მას გავხსნი. ძალიან გართულად გითხარით, ანუ არაა მთლად ბოლომდე გაყინული რა. აი არაა მთლად ბოლომდე გაყინული, მაგრამ რაღაცა ისეთი გამოვიდა. მაგრამ რასუნი აქ ბიჭო. სლაშივით უნდა იყოს წესით. ყბილი შემიძლია იმის თქვა რომ ეს ლაიფჰაკი მუშაობს, ნამდვილად მუშაობს რა, ანუ ამ ღილაკის დაჭერას არ მიწევ. მე არ გავიმეორებდი ამას რა, ნახეთ. საერთოდ ჯამში ახლა აქედან გამომდინარე არის ისი გამოტანა შემიძლია. არენდოთ TikTok ლაიფჰაკის ვიდეოებს. არენდოთ. შევხვდებით ზუსტად შემდეგ ვიდეოში.